მოგესალმებით, მივესალმები რადიო კახეთის ხმის და Facebook გვერდის მსმენელებს, მე ჟურნალისტი ნატალია ცისკარაშვილი ვარ. დღევანდელ პოდკასტში ვისაუბრებთ თუ როგორ დაიწყო საქმიანობა ნინო ზღაპარაძემ, რომელიც ბევრი ქალბატონისთვის мотиваცია იქნება. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრებმა ნინო ზღაპარაძემ საქმიანობა 16 ჯიშის ვარდით დაიწყო და ახლა ქართული და უცხოური ჯიშის 800-მდე ვარდი აქვს. დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ ვარდების კოლექციონერი ნინო ზღაპარაძე. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, გესმით ჩემი ხმა? კი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგთანხმდით და გვერდებით გადაცემაში. დავიწყოთ ჩვენი საუბარი. როდის დაიწყეთ ესე იგი ვარდების შეგროვება? რამდენი საკოლექციო ჯიში გაქვთ? აი ესეთი ჯიშის ვარდები თუ გაქვთ, რომლებიც ძალიან იშვიათია და ვთქვათ, საქართველოში ძალიან ცოტას აქვს, ამით დავიწყოთ და უკვე გავაგრძელოთ საუბარი. პირველ რიგში მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. გამარჯობა. და მოგახსენებთ, რომ ეს ყველა ჯიში, რაც მე მაქვს, არის ყველა საკოლექციო. 800-ივე ჯიში არის საკოლექციო ვარდები. ანუ განსაკუთრებული საბაღე ფაქტურისთვის გამოსაყენებელი და არც ერთი არ არის არასაკოლექციო აქედან. ასე რომ ყველა საკოლექციო, ყველა განსაკუთრებულია და მაქვს რა თქმა უნდა ისეთი ჯიშებიც, რომელიც სულ რამოდენიმე წელია საქართველოში მხოლოდ. აი რომ მოგვიყვეთ, როგორ დაიწყეთ მისი შეგროვება? ეს თავიდან ჰობი იყო, თქვათ, თქვენი საყვარელი საქმე იყო თუ უბრალოდ მოგწონდათ ვარდები? ან სად გაქვთ ეს ტერიტორია, სახლის ტერიტორია არის, ცალკე არის მოწყობილი? თუ აი ეს ყველაფერი რომ მოგვიყვეთ, რომ მაყურებელმა გაგიცნოთ, ასე ვთქვათ. კი, ეს არის ჩემი სახლის ტერიტორიაზე გაშენებული ბაღი. ანუ დიდი ეზო გქონდა და აქედან გამომდინარე ვიფიქრე რომ რაღაც ლამაზი ყოფილიყო გარემო ჩემი შვილებისთვის და აქედან დაიწყო სულ მარტივი მიზეზით რომ უბრალოდ ლამაზ გარემოში ეცხოვრათ ჩემი შვილებს. ან კიდე ძალიან მიყვარდა ზოგადად ბავშვობიდანვე ვარდები თუ მცენარეებთან ურთიერთობა ზოგადად ყოველთვის დაბადებიდან ანუ რაც თავი შევიცანი და შევიგრძენი ყოველთვის მქონდა ურთიერთობა, ანუ სულ რაღაცას ვრგავდი, ნუ პატარა ბავშვიც კი რაღაცას პირიქით გადავრგავდი და ესეთი მარტივი საქმიანობიდან ბოლოს მინდოდა ხოლმე რომ ყოველთვის ლამაზ გარემოში ვცხოვრობდი და შესაბამისად ჩემს შვილებსაც ჰქონოდათ ეს სიახლოვე ურთიერთობა ბაღთან თუ მცენარეებთან ზოგადად და ესე წარმოიშვა ეს იდეაც რომ აქაც მქონოდა ლამაზი ბაღი. ძალიან მარტივი მიზეზით. უბრალოდ იმიტომ რომ გამემშვენებინა აქაურობა, მაგრამ მე ისე გაგვიტაცა მეც და ჩემი მეუღლეც ამ საქმიანობამ, რომ შევეცადეთ ყველაფერი საუკეთესო ჯიშები მოგვეძიებინა უცხო განსაკუთრებული ის რაც არ იყო ძალიან ბევრი გავრცელებული ჯიში და ძირითადად სულ ესეთი ჯიშები გვაქვს. რაც არ უნდა იყოს ეს მარადმწვანეები თუ ჩამომაქვს ჩემს მეგობრებს ჩამოაქვთ გერმანიიდანაც ანუ შემომტანებსაც აქ ვისაც შემოაქვს საქართველოში და აქვთ კონკრეტულად სანერგები იქედანაც სულ განსაკუთრებულ ჯიშებს ვარჩევთ რომ იყოს მრავალფეროვანი და იყოს ძალიან ლამაზი და ავტენტური. ქალბატონო ნინო, რამდენად შრომატევადი არის ეს საქმე? აი რომ მოგვიყვეთ, როგორი არის ნინო ზღაპარაძის აი ერთი დილა, როგორ იწყება თქვენი დილა ყვავილებთან ურთიერთობით? აი რამდენად შრომატევადი საქმე არის ეს, რამდენ დროს მოითხოვს თქვენგან? და განსაკუთრებულ სითბოს საჭიროებსო ყვავილებიო მე გამიგია. კი. რა თქმა უნდა, აი მქონია შემთხვევა, რაღაც მომიტანია და ყურადღების გარეშე დამიტოვები აი ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გეტყვით და აუცილებლად რაღაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილა ვარდი გაფუჭებულა და შეიძლება მისულა აი უყურადღებობის გამო ცოცხალ მკვდარ მდგომარეობამდე. მაგრამ როგორც კი იგრძნობს სითბოს, სიყვარულს და ყურადღებას მცენარე, აი ზუსტად ამ დილას მესაუბრებოდა ჩემი მეუღლე როგორც წყალი დავასხი და ის ვქენიო რა ქვია იმ წუთში გაცოცხლდაო რომ გგონია რომ რაღაც მომაკვდავია უკვე და იგრძნობს ყურადღებას იგრძნობს მოვლას ძალიან ადვილად ძალიან მარტივად ცოცხლდება მცენარეები სულ ელემენტარული წყალიც რომ დაუსხათ იმით ასე რომ ცოცხალი ორგანიზმებია ზოგადად მცენარეები და ძალიან დიდ დროს და ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვენ ადამიანებისგან. მაგრამ აი
მართალი გითხრათ, გაცოცხლებს ეს ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში მე პირადად ყოველ დილით რომ უბრალოდაც რომ გაიარო და შეხედო ამ სილამაზეს, ამ მრავალფეროვნებას, ესეც კი რაღაც ახალი სტიმული იბადება ყოველთვის ხოლმე, მიუხედავად იმის, რომ აუტისტური სპექტრის შვილი მყავს უმცროსი და მოითხოვს ის ბავშვიც ძალიან დიდ ენერგიას და ძალიან დიდ შრომას. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, ვანაწილებ რა, ასე გამოდის დროს და ენერგიას. ჩემი ერთი დღე არის ის, რომ ოჯახი და პლუს გარკვეულწილად თერაპიასავით არის, ესე იგი, ასე გამოდის. რა თქმა უნდა, თერაპია, რა თქმა უნდა. დიახ. თუ სამომავლოდ აპირებთ თქვათ იგივე ამ თქვენი ასე ვთქვათ მეურნეობის გაფართოებას, თავიდან რა იყო მთავარი გამოწვევა, ამაზე რომ ვისაუბროთ, როგორ დაიწყეთ, რა იყო მთავარი გამოწვევა თქვენ საქმიანობაში და გამოწვევები ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც ისევ იჩენს ხოლმე თავს მატერიალური პრობლემები და აქედან გამომდინარე შევეცადე რომ მქონდა მცირე მეურნეობა, სანერგე მეურნეობა, რომლითაც შევძლებდი და ვსრულყოფდი ამ ბახს. იმიტომ რომ ძირითადად კარგი მცენარეები ძალიან ძვირადღირებულია. სხვადასხვა სანერგეებზია საუბარი რა, მაგრამ რეალურად ნამდვილად ძვირია. ღირებული ყველაფერი, როგორც ვიცით, ძვირია და შესაბამისად მცენარეებიც. ასე რომ რეალიზებას როგორ აკეთებთ ქალბატონო ნინო ამ ყვავილების? ძირითადად პირადი Facebook გვერდით მიცნობს უკვე მეტნაკლებად საქართველო და შესაბამისად აქვს სურვილი ჩემთან ურთიერთობის და ჩემი პროდუქციის შეძენის. შესაბამისად ის თანხები რაც მჭირდება ხოლმე იმისათვის რომ თუნდაც ბაღს მოვახმარო, იმიტომ რომ აუცილებელია ბაღისთვის კვება, მოვლა ძალიან მრავალფეროვანი წამლობა. წამლობაც საჭირო არის და წყალიც ალბათ ბევრი ხო? კი, წყალიც საჭიროა და სამწუხაროდ წყალის პრობლემა გვაქვს ჯერჯერობით. თუმცა კი მიმდინარეობს უკვე პროცესებში, რომ შემოდგომიდან უკვე გქონდეს ყველაფერი და შესაბამისად წყალის პრობლემაც აღმოიფხვრება და დანარჩენი ყველაფერი მაინც ხარჯებთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ სჭირდებათ ამათ კვებაც, წამლობაც და მოვლა რა თქმა უნდა. დიახ, ცხადია. სულ ვარდები გაქვთ ქალბატონო ნინო, ეს გავიგეთ რომ 800-მდე ვარდი არის, როგორც უცხოური ჯიშის, ასევე ქართული, ხო? მაგრამ თუ თქვათ, ქართული ერთადერთი ვარდი არსებობს მამულაშვილის ვარდი. ქართული ჯიშები ჩვენ არ გვყავს სინამდვილეში სელექციონერები, რომლებიც გამოიყვანენ. ჩემი ვარდების უმრავლესობა კი არა და სულ ყველა ჩემი ვარდი არის შემოტანილი ჯიში. შემოტანილი, უცხოელი სელექციონერებისგან გამოყვანილი ჯიშები. საქართველოში რეალურად ჩვენ ის მამულაშვილი ყავდა მხოლოდ რომელსაც გამოყავდა ასე თუ ისე ვარდის ჯიშები და მე ხლა არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია ზუსტად რამდენი ჯიშის ვარდი აქვს გამოყვანილი, ერთ-ერთს ვიცნობ მხოლოდ და დანარჩენი ალბათ შეიძლება ჰქონდეს მეტიც გამოყვანილი ქართული ჯიში, რასაც ქართული ჯიში ქვია. მაგრამ დანარჩენი ზოგადად მაქვს ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ევროპული, ამერიკული, აზიური ჯიშები, იაპონური, ჩინური ჯიშებიც უკვე შევიძინე, ასე რომ ძირითადად მსოფლიოს საუკეთესო სანერგეებიდან და მსოფლიოს საუკეთესო სელექციონერების ჯიშებია ჩემთან. თქვენთვის განსაკუთრებულად საყვარელი, დარწმუნებული ვარო ძალიან ბევრია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაქვთ ისედაც, ხო, 800-მდე და განსაკუთრებით რომელიმეს თუ გამოარჩევდით და რატომ, როგორია, რანაირია, რა განსხვავებული. ვერ გეტყვით, იმიტომ რომ რომელ ვარდთანაც არ უნდა მიხვიდეთ. თქვენ თვითონვე რომ იყოთ და მეც არ ვიყო მოყვარული სუმთლად, ადამიანი რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს, რომელ ვარდთანაც არ უნდა მივიდეს, თუ ის გაყვავების პროცესშია და არ არის ჩამოჭკნობის პროცესში, არ არსებობს რომ ადამიანს არ მოეწონოს, არ არსებობს რომ ჩვენმა გრძნობის ორგანოებმა ის განსაკუთრებულად არ აღიქვას. ასე რომ ვერ გამოვყოფ ვერა, იმიტომ რომ როგორც დედას არ შეუძლია რომ რომელიმე შვილი გამოყოს და რომელიმე შვილზე თქვას რომ ეს განსაკუთრებულად მიყვარს და მომწონს და ჩემთვის კომფორტულია, ასევე არიან მცენარეებიც ზოგადად, თუმცა ვარდები კიდე ხომ ითვლით.
დიახ. აი თუ ყავთ დამთვალიერებლები, აი თქვენთან თუ მოდიან დამთვალიერებლები, ვთქვათ, მანდ თუ იძენენ, იგივე ვთქვათ ონლაინ გავიკეთეს რეალიზაცია და მანდაც თუ მოდიან და აი რა მინდა იცით, გკითხოთ, რომ აი ეს ბაღი თქვენი ვარდების ბაღი დარწმუნებული ვარ არ იქნება, ხომ? სეზონური. ალბათ ისეთი ვარდებიც იქნება, რომელიც მუდმივად ყვავიან და ზამთარშიც გექნებათ. კი. ნუ სეზონური, ნუ ამასაც ვარდებს აქვთ თავიანთი ანუ შესვენების დრო. დიახ. გამომდინარე იქიდან, რომ ცოცხალი ორგანიზმებია უნდა წარმოიქმნას ახალი საბუტონე ღეროები, რომლებიც გაყვავდებიან და აი ეს პროცესები მოითხოვს დროს. შესაბამისად ზოგიერთი აი იმიტომ უფრო ვცდილობ ხოლმე ამ შემოტანილი ჯიშების და განსაკუთრებული ჯიშების მოპოვებას, რომ ნაკლები შესვენების დრო გქონდეთ. დაახლოებით 10 დღის განმავლობაში ვარდი არა, ზოგადად ბაღი არის ხოლმე მდგომარეობაში, თუმცა კი გვაქვს პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე და ასე შემდეგ ყვავილობები. გვიან შემოდგომამდე თუ ვარდი არ გადაისხლება, გვიან აი დეკემბრამდეც ჩვეულებრივ, დეკემბრამდეც რა თქმა უნდა იანვარშიც იყვავილებს თუ ექნება შესაბამისი ამინდები. დიახ. ანუ მხოლოდ თავის შესაძლებლობებზე არ არის ვარდი დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გარემო პირობები ძალიან დიდი ფაქტორია და დიდ როლს თამაშობენ და შესაბამისად არის ხოლმე შესვენების პერიოდები. განსაკუთრებით ადრე გაზაფხული, ზამთარი და ადრე გაზაფხული. დიახ. ნამდვილად არ არის ყვავილობა და ნამდვილად მხოლოდ ამიტომ ვცდილობ რომ მქონდეს მრავალფეროვანი სხვადასხვა მცენარეებიც, რომ არ დამეკარგოს ბაღის ვიზუალი. ანუ მქონდეს ზამთრის ბაღიც და შესაბამისად ზამთრის ბაღიც თავისებურად მშვენიერია, იმიტომ რომ ზამთარში, როდესაც ყველა ფოთლოვანი ხე იძინებს და ჩამოცვენილი აქვს ფოთლები, ზამთრის ბაღს, როდესაც ქმნი, მარადმწვანეებით იქმნება და შესაბამისად განაწილებული მაქვს ისე რომ არ დავკარგო ბოლომდე ეფექტი. დამთვალიერებლებზეც რომ გითხრათ რამდენიმე წინადადება და სამომავლო გეგმებიც რომ მივაბათ, ასე ვთქვათ და უკვე რაღაცნაირად შევაჯამოთ. დამთვალიერებლები ნამდვილად უფლისნებით, მადლობა უფალს, მყავდა წელს უკვე, სკოლებიც მყავდა, ბავშვები ძალიან აქტიურად ანუ ჩაერთნენ პროცესებში, ძალიან აქტიურად, ძალიან მოეწონათ და კი, მადლობა უფალს, ნამდვილად ისეთი ახალგაზრდა თაობა მოდის, რომ მცენარეები უყვართ, იგრძნობა მათში, რომ მცენარეები უყვართ და აი ძალიან ახალფრთოვანებულები იყვნენ. და ეს ძალიან მახარებს. საერთოდ ზოგადად ყოველი ახალფრთოვანებული ადამიანის ანუ გამოხედვა არის ჩემთვის უდიდესი კომფორტი, რომ შენ შრომას ფასი აქვს. აი ამით ვგრძნობ მე, რომ ტყუილად არ მიშრომია და ყოველი აი ეს ახმრთოვანებული სახე არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმისთვის შევქმენი ეს ბაღი, რომ მყავდეს დამთვალიერებლები და მხოლოდ მე არ დავტკბი ამ სილამაზით და ჩემი ოჯახის წევრები დადგნენ, ვისაც სურვილი ექნება, რა თქმა უნდა, ის. სამომავლო გეგმებზეც გითხარით 2-3 წინადადება და დავასრულოთ. ისევ და ისევ მინდა რომ უფრო აქტიურად ჩავერთო იმ პროცესებში, რომ მყავდეს არა მხოლოდ ქართველი დამთვალიერებლები და მყავდეს ასევე უცხოელი ტურისტები და აი ამისთვის ვემზადები სამომავლოდ, მხოლოდ ეს გეგმები მაქვს, რომ მზად ვიყო იმისთვის, რომ უცხოელი ტურისტი რომ მოვიდეს და დაათვალიეროს ბაღი იყოს შესაბამის დონეზე. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნინო, მე წარმატებებს გისურვებ და შემდეგ ჩართვაზე იმედია რომ თქვენი ოცნებები უკვე ასე ვთქვათ ახდენილი გექნებათ. ძალიან დიდი მადლობა გეშინებებით. დიდი მადლობა. მე ჩემს მსმენელს და მაყურებელსაც ვიმშვიდობები, კარგად გრძანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.